ზამთრის დადგომასთან ერთად მკვეთრად მოიმატა გრიპის ვირუსული ინფექციების რიცხვმა. ექიმი ეპიდემიოლოგი ეკა ბურდიაშვილი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ რისკ ჯგუფებში მყოფ მოსახლეობას ურჩევს, რომ საზოგადოებაში გამოიყენონ პირბადე. ექიმის რეკომენდაციით რესპირაციული ვირუსებით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რასაც ამინდის მკვეთრმა გაუარესება მათ შეუწყო ხელი. ვინაიდან გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაშია, ამიტომ მოერიდნენ თავშეყრის ადგილებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ნიღაბით აუცილებლად რისკის ადგილებში აუცილებლად მოიხმარონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ხშირად გაანიაონ ოთახი, სველი წესით დაამუშავონ იგი და ამ ყველაფრით მოხდება პრევენცია იმისი, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა არ გამრავლდეს, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტში. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ მუნიციპალიტეტში კიდევ არსებობს მარაგი გარკვეული გრიპის ვაქცინის. ესეთ შემთხვევაში უბნის ექიმებმა უკვე ამოწურეს აღნიშნული მარაგი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტს არ აქვს კიდევ მარაგი, არის ჯეოჰოსპიტალში და კახეთიონში. ნებისმიერ მსურველს, რომელიც თვლის რომ სჭირდება მას ამ ეტაპზე გრიპის ვირუსზე აცრა, მიბრძანდეს ამ დაწესებულებებში და ჩაიტარონ პრევენციული ღონისძიება გრიპზე. აცრა უფასოა ისევე როგორც სხვა წლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ზრუნავს, რა თქმა უნდა, გრიპის ეპიდემიოლოგიას სწორედაც ამიტომ არის გარკვეული კომპლექსური ღონისძიებებია დასახული, რომ როგორ შეიძლება ქვეყანა მაირიდოს თავიდან გრიპის გართულებული გრიპის